ბრიუსელიდან ვაკო ავალიანი საუბრობდა, რუსეთმა საქართველოს მოწინააღმდეგე ქართველებით ყველაზე მცირე დარბაზის შევსებაც კი ვერ შეძლო, ასე გამოიხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გუშინ მოსკოვში მიხეილ ხუბუტიას მიერ ორგანიზებულ ქართველთა ყრილობას. მიხეილ სააკაშვილი მოსკოვს დიალოგს მხოლოდ საქართველოს მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ურჩევს. პრეზიდენტმა ყველა ქართველს, ვინც ყრილობაზე არ მივიდა, გმირი უწოდა. 310 კაციან დარბაზში შეკრიფეს 191 ადამიანი ძლივს მთელი რუსეთიდან. გუშინ დამატებით კრასნოდარიდან ჩაყავდათ ხალხი, რაც მე ვიცი ზუსტად. იმდენად ყველაზე პატარა დარბაზიც კი მოსკოვში ვერ გააქვსეს, რომ ბოლო წუთში რუსეთის პრეზიდენტმა შეცვალა გადაწყვეტილება და აღარ მივიდა ამ ღონისძიებაზე და უთხრა, რომ აი 10 ყველაზე შემოწმებული ქართველი დაიბარეთ ჩემთან კრემლში, რომ ველაპარაკო საქართველოს. მე მინდა უთხრა რუსეთის მთავრობას და პრეზიდენტს, თუ მათ სურთ საქართველოსთან ლაპარაკი, ისინი უნდა ელაპარაკონ საქართველოს მიერ არჩეულ მთავრობას. და ლაპარაკი შეიძლება იყოს ყველა თემაზე, მას შემდეგ რაც რუსეთი მოახდენს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას, საქართველოს დაპყრობის შეჩერებას და უკან დახევას დაპყრობილი პოზიციებით. და მე მინდა უთხრა რუსეთის ქართველებს, ჩვენ თანამემამულეებს, ყველა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოსთან წასულ ჩვენ მოქალაქეებს. აქ არიან ქართველებიც, ოსებიც, აფხაზებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც საქართველოსთან წასული. მე მინდა მათ უთხრა დიდი მადლობა. ეს ხალხი მოიქცა ძალიან ღირსეულად. როცა 2006 წელს სკატავოზებით მოახდინეს ძალებით კრემლის ხალხის დეპორტაცია და ქუჩაში იჭერდნენ მათ, ბავშვებს იჭერდნენ სკოლებში და ეს ხალხი მოიქცა ძალიან ღირსეულად დღეს. წარმოიდგინეთ, პრაქტიკულად ვერ იპოვეს ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა ქართველები, ვინც დაუპირისპირებდა თავის ქვეყანას. და ეს დღევანდელ რუსეთში არის სამოქალაქო გვირობის ტოლფასი. და მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მართლა ვაფასებთ ამ ხალხის ხვაც, ჩვენი თანამემამულების ხვაც, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ვისაც სულ საქართველოში დაბრუნება, ჩვენ მათ აბსოლუტურად გაშლილი გულით და გახსნილი გულით და ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევეგებებით და მე მინდა ამ ხალხის მიმართ გამოვხატო აბსოლუტური ახტოვანება და ახტაცება. ჩვენ მართლა გვყავს სხვა ჩვენს ჩაატარეს რუსეთის ტელევიზიებმა 2 დღის წინ გამოკითხვა 10,000 რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე გამოკითხეს რა აზრის არიან ისინი რუსეთის და საქართველოს პოლიტიკაზე. 78%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი საქართველოს პოლიტიკას რუსეთში მცხოვრებ ქართველებიდან. დაუფიქრეთ ამ ციფრს. ღიად გამოხატა აი ამ ურთულეს პირობებში ხარდაჭერა თავის ქვეყნისადმი, მისი თავისუფლებისადმი, მისი დამოუკიდებლობისადმი. ეს არის სხვა შორის გავლენი ზოგიერთი აქაური ადგილობრივი პოლიტიკოსებისადმი. ის ხალხი ცხოვრობს რუსეთში, ჩვენი თანამემამულე. მათ ყველაზე კარგად იციან რა ხდება დღეს რუსეთში. და ყველაზე კომპეტენტური აზრი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ვეურთიერთოთ დღეს თანასწორუფლებად რუსეთს, აქვს მე მგონი ამ ხალხს და მე მგონი თუ ყველანი დაუჭერებთ, ყველაფერი უკეთესად იქნება.